პარიზის პროკურატურის განცხადებით, ლუვრის მუზეუმიდან სამეფო ძვირფასეულობის გატანის გამო დაკავებულია რამდენიმე ეჭვმიტანილი. ერთი კვირის წინ მომხდარმა ინციდენტმა მსოფლიო შეძრა. პროკურორის თქმით, დაკავების სერია 25 ოქტომბერს საღამოს დაიწყო. ერთ-ერთი მამაკაცი ქვეყნის დატოვებას აპირებდა. ფრანგული წყაროები დაკავებულია 2 ეჭვმიტანილი, თუმცა პროკურორი ლორ ბეკუა არ უთითებს ზუსტ რაოდენობას. ჯერჯერობით უცნობია დააბრუნეს თუ არა ლუვრში ძვირფასეულობა. 88 მილიონი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა გასულ კვირას მოიპარეს. მათ ამისთვის მხოლოდ 8 წუთი დასჭირდათ. ოფიციალური ინფორმაციით მძარცველები მუზეუმის ფასადზე ამწითავდნენ. ფანჯარა გააღეს, ვიტრინები ჩაამსხვრიეს და მალევე მიიმალნენ. ლუვრის მუზეუმის დირექტორის შეფასებით ეს საშინელი მარცხი იყო. პროკურორის თქმით, დამატებით ინფორმაცია ყველა ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ გახდება ცნობილი. დიახ, ეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის მნიშვნელოვანია. როცა ერთი კვირის შემდეგ აკავებენ ეჭვმიტანილებს, დაგვიანებულიც კია. ეს საერთოდ როგორ უნდა მომხდარიყო, თუმცა ახლა მთავარი ისაა, რომ დამნაშავეები დააკავეს. ამ ეტაპზე მთავარი ისაა, რამდენად შეძლებენ ძვირფასეულობის დაბრუნებას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, არ ვიცი რა ბედი ეწევათ. ეს უკვე სხვა საკითხია. ლუვრის უსაფრთხოების თანამშრომელი ფრედერიკ სერიე, რომელმაც სადედოფლო გვირგვინი ეზოში იპოვა, ამბობს, რომ ქურდებს გვირგვინი გაქცევის ეს დაუვარდათ. სერიე მუზეუმში უსაფრთხოების სამსახურში უკვე მრავალი წელია მუშაობს. იგი თავის მოვალეობას ასრულებდა, როცა აპოლოს გალერეაში განგაში სიგნალი ჩაირთო. დილით 10-ის ნახევარზე მორიგეობისას, რაციით მივიღე სასწრაფო შეტყობინება. მივხვდი, რომ რაღაც ძალიან სერიოზული ხდებოდა აპოლოს გალერეაში. გარე ტერიტორიის შემოწმება მოგთხოვეს. მე და ჩემი გუნდი მაშინვე გავიქეცით. ავიღე ფანარი და ტელეფონი. როცა ადგილზე მივედი, მძარცველები უკვე დამალულები იყვნენ. იქვე იყო პოლიციის ავტომობილი, ჩემი 2 კოლეგა და კერძო დაცვის ჯგუფის წევრები უკვე იქ იყვნენ. ამ წემანქანა ჯერ კიდევ იდგა. მათ ყველა ხელსაწყო ადგილზე დატოვეს. საწვავის ავზები გახრეტილი იყო, ბენზინის სუნი აუტანელი იყო. მიწაზე პატარა რაღაც დავინახე, ისე უცნაურად ეგდო. მეგონა დეკორის ნაწილი იყო. მე მივხვდი, რომ ეს საიმპერატორო გვირგვინი იყო. გამოძიებაში ჩართულია 100-მდე გამომძიებელი და სპეციალიზებული ჯგუფები, რომლებიც 4 ეჭვმიტანილის კვალზე მუშაობენ. მძარცველებმა მუზეუმში 4 წუთზე ნაკლები დრო გაატარეს. ისინი ამწითავდნენ შენობის სცენისკენ მიმართულ ფასადზე. ფანჯარა გააღეს და 2 ვიტრინა ჩაამსხვრიეს. სერიეს მიერ ნაპოვნი გვირგვინი დაზიანებულია. ექსპერტები უკვე უტარებენ მას რესტავრაციას ლუვრის დეკორატიული ხელოვნების დეპარტამენტში.